ზაფხულში ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი შეემატება. ვიმყოფებით King David-ის რეზიდენციაში და გვასპინძლობს რეზიდენციის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ქეთი ადეიშვილი. ქეთი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის ამ ჩვენი მადლობა მოგზაურობისთვის. ქეთი, გვიანბე კომპლექსის ერთიან კონცეფციის შესახებ. King David-ი პირველი კონდომინიუმის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში. ეს არის 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც განახორციელა ავსტრიულმა ჰოლდინგმა Resit Holding-ი. მისი მთავარი ამოცანა და მიზანი იყო თბილისში მსოფლიო დონის საერთაშორისო სტანდარტის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ეს არის პირველი პრეცედენტი, რომ თბილისში საცხოვრებელი ცათამბჯენი შენდება. მან ჩაუყარა საფუძველი ფაქტობრივად 5 ვარსკვლავიან ცხოვრების სტილს. არქიტექტურულ ნაწილს თუ შეხედავთ, დააფიქსიროთ, რომ საკმაოდ გამორჩეული და თვალშესაცემია. მასზე იმუშავა არაერთმა ქართველმა თუ გერმანელმა არქიტექტორმა, ელის უილიამსის და ნინო ღოღობერიძის ხელმძღვანელობით. კონცეფციაში მოცემულია ერთიანი სივრცე, რომელიც ემსახურება რეზიდენტების კომფორტს. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ამ კონცეფციის წყალობით ადამიანებს შეეძლოთ ეცხოვრათ, ემუშაوات, ეკეთებინათ ბიზნესი და ამავე დროს დაეთმოთ საკმაოდ დრო გართობისთვის და დასვენებისთვის. ანუ კონცეფცია მოიაზრებს ყველაფერს ერთ სივრცეში. ძირითადად აი რა მიმართულებებია განვითარებული ამ კომპლექსში მთლიანობაში და ნუ რეალურად საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული ფართები და ასე შემდეგ. აი რა მიმართულებებით ვითარდება კონკრეტულად თითოეული მიმართულება. კონცეფციას მთლიანად შენობას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ შედგება ორი დამოუკიდებელი არქიტექტურულად მსგავსი, თუმცა თვისებრივად აბსოლუტურად განსხვავებული კოშკისგან. ეს არის მაღალი კოშკი, რომელიც მთლიანად ემსახურება საცხოვრებელ ფართებს რეზიდენციებს. მაშინ, როცა დაბალი კოშკი 19 სართულიანი წარმოადგენს საქართველოში პირველ A-კლასის ბიზნეს ცენტრს. შესაბამისად გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება, ეს არის საცხოვრებელი რეზიდენციები, ბინები და ბიზნეს ცენტრი. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ინფრასტრუქტურას, რაც ჩვენი კომპლექსის უდაო უპირატესობას წარმოადგენს, ეს არის გასართობ რეკრეაციული ზონა, რომელიც მოქცეულია მეტწილად საერთო პირველ 6 სართულზე. ანუ ეს ორი კოშკი, რომ შეხედოთ, ნახავთ, რომ ერთიანდება და საერთო აქვს ქვედა 6 სართული, 40%-ზე მეტი მთელი ფართობის განკუთვნილია ზუსტად ინფრასტრუქტურას ემსახურება. ეს არის სპა, ფიტნეს ცენტრი, აუზი 28 მეტრის, სადღაც 4000 კვადრატი, მხოლოდ ამ ტიპის ინფრასტრუქტურას ემსახურება და გვაქვს საინტერესო და პირველი ღია ტერასა 1500 კვადრატის, ეს არის ბაღი, რომელიც წელიწადის 4-ვე სეზონზე იქნება გამწვანებული და ასევე ჩვენი მაცხოვრებლების რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს. მიღმა იმ ინფრასტრუქტურისა და მიღმა იმ ორიგინალური არქიტექტურისა, რა ძირითადი შეთავაზებებია დაინტერესებული პირებისადმი და რა სერვისებს და რა მომსახურებას თავაზობს, მოდი ასე ვთქვათ, King David-ის რეზიდენცია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავამარტივოთ გადახდის პირობები. ამ ეტაპზე ჩვენ ვთავაზობთ პირველადი 10%-იანი შენატანის პირობებში მოხმარებებს შეიძინონ რეზიდენცია King David-ში და წლის ბოლომდე ისარგებლონ შიდა განვადებით. ჩვენ ვთავაზობთ ერთ ოთახიანი სტუდიოს ტიპიდან დაწყებული დუპლექსი და პენტჰაუზები დამთავრებული რეზიდენციების ფართო არჩევანს, რომელიც გეგმარების კუთხით რო შევხედოთ და თვისებრივად რო აღწეროთ, აქვს საოცარი სივრცე, აქვს ვიტრაჟული ხედები და მაღალი ჭერი. ანუ ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი რეზიდენციები გვაქვს King David-ში და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თავის გემოვნებაზე მოაწყოს და აირჩიოს თავის გემოვნებას. კონცეფციას და შეთავაზებას ნამდვილად განსხვავებულია ბაზარზე არსებული სხვა ასე ვთქვათ კონცეფციებისგან. ქეთი, მაინტერესებს დაწყებული არის თუ არა უკვე გაყიდვები და რა სურათი გვაქვს ამ გადმოსახედიდან? გაყიდვები დაწყებულია. ინტერესი საკმაოდ მაღალია საზოგადოებაში, იმიტომ რომ მაინც ახალი ხილია. ეს არის პრემიუმ კლასის ლაქშერი ტიპის საცხოვრებელი და ამ ეტაპისთვის ჩვენ გაყიდული გვაქვს 40% რეზიდენციების. საინტერესოა, უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ გასაყიდად გამოვიტანეთ ზედა სართულებიც და შესაბამისად დღესდღეობით მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს რეზიდენციები მე-4 და მე-16-ის ჩათვლით და მე-18-დან 26-ის ჩათვლით სართულებზე არსებული რეზიდენციები. კი ბატონო, მაინტერესებს პარტნიორების ჭრილი, იმიტომ რომ რამდენიმე საერთაშორისო კომპანია, საერთაშორისო ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში, არის თქვენი პარტნიორი და უფრო დეტალურად რომ გითხრათ მას შესახებ. ბიზნეს ცენტრის
ცენტრის მიმართულებით ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ. ჩვენი პარტნიორები არიან Colors International-ი, უკვე აგვისტოდან იწყებს ფუნქციონირებას ბიზნეს ცენტრი და პარტნიორები უკვე იწყებენ გადმოსვლას. შესაბამისად, უნდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან და ჩვენ ასევე ადგილობრივ კომპანიებსაც ვთავაზობთ ჩვენ საოფისე ფართობს. და ბოლოს ქეთი მაინტერესებს და აინტერესებს ცხადია ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეს. რას მიიღებს დედაქალაქი King David-ის რეზიდენციის ამოქმედების შემდეგ? ძალიან სწორად აღნიშნე დასაწყისში. დედაქალაქის ახალ სავიზიტო ბარათს. ეს არის და ეს. ძალიან დიდი მადლობა ქეთი გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ რომ დედაქალაქი ძალიან მალე ზაფხულში მიიღებს ახალ სავიზიტო ბარათს. დიდი მადლობა. წარმატებები. ეხლა კი დროა გადავინახოთ სხვა ლოკაციაში, სადაც დეტალურად მიმოვიხილავთ მთლიან ინფრასტრუქტურას, სამშენებლო ტექნოლოგიებს, ხარისხს, ენერგოეფექტურობას და რა თქმა უნდა, საერთაშორისო აღიარებას, რომელიც კომპლექსმა უკვე მოასწრო. ამ ყველაფერში კი დაგვეხმარება მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნინი მარიამიძე. ნინი, გამარჯობა. მადლობა კიდევ ერთხელ მას მიზნობისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს ის სამშენებლო მასალები და ძირითადი არქიტექტურა, რის თანახმადაც ხდება ამ პროექტის King David-ის რეზიდენციის აგება და განხორციელება. კი ბატონო, მოდი სანამ მასალებს შევეხებით. ძალიან მტკივნეული თემაა ჩვენი პროექტისთვის, კლდე, რომელზეც შენობა დგას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება ამ კლდესთან დაკავშირებით, არის საუბარი რომ იშლება, შენობა ინგრევა აქედან გამომდინარე. ანუ პირველ რიგში მინდა ხოლმე შევეხო აუცილებლად ამ საკითხს, რომ მშენებლობის წინ, რა თქმა უნდა, კლდეს ჩაუტარდა გეოლოგიური და გეოფიზიკური შემოწმება. და მხოლოდ დასკვნების შემდეგ, ესე ვთქვათ, რომელიც იყო, რომ ეს ვთქვათ, ქანი შეესაბამება, ანუ კლდოვანი ქანი არის, ანუ არგენტების სახით, რომელიც საკმაოდ მყარი არის და ესე ვთქვათ, უძლებს ამ ესე ვთქვათ, მასშტაბის მშენებლობას, მხოლოდ მაშინ დაიწყო მშენებლობა. ანუ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ესე ვთქვათ, ეს ესეთი არის, ყოველთვის პრობლემური საკითხი არის, ხო? მათ შორის ესე ვთქვათ, ფუნდამენტი არის ერთიანი რკინა-ბეტონის ფილა, რომელიც სიმაღლეში არის თითქმის 2 მეტრი. ასევე ვთქვათ, მშენებლობას ყოველ ეტაპზე, მათ შორის საძირკვლის დონეზეც და ნებისმიერ ეტაპზე უტარდებოდა შემოწმება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და მხოლოდ დადებული დასკვნების შემდეგ გრძელდებოდა შემდეგი ეტაპი. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ხშირად მიდის საუბარი, რომ King David უკვე წლებია შენდება, აღარაწოს არ დასრულდება და პრობლემური მშენებლობაა. პირიქით, გამომდინარე იქიდან, რომ რთული მშენებლობაა, როგორც ინჟინერული ტექნიკით, ასე ვთქვათ, ზოგადად ანუ სამშენებლო ნაწილით, აქედან გამომდინარე აუცილებლად საჭიროებდა ამ შემოწმებას და მხოლოდ დადებული დასკვნების შემდეგ გრძელდებოდა. შემდეგი ეტაპი რაც თვლი რომ მხოლოდ ესე ვთქვათ უპირატესობა არის და პათოსი მხოლოდ გააქარწყლებს ამ ყველაფერს ამ მithmamotwas რაც იყო დროთა განმავლობაში. მაინტერესებს ის ხარისხობრივი ჭრილი, რითიც ხდება ამ პროექტის განხორციელება, იგივე ბლოკები, ენერგოეფექტურობაზე რა აქცენტი და ფსონი კეთდება მთლიანობაში და აი ამ კუთხით როგორია თქვენი გეგმა? კი ბატონო, ანუ სეისმომედეგობა, ანუ რო შევეხოთ ამას, ანუ პროექტის არის რატო ასე ვთქვათ 8 ბალი, რაც არის მაქსიმალური ზღვარი საქართველოში, მაგრამ რაც მოხდა ესე ვთქვათ უცნაური და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტი, ფასადი არის შესრულებული გერმანული კომპანია შუკოს მიერ. ანუ როგორც ესე ვთქვათ თვითონ ფასადის პროექტი შემუშავდა მათ მიერ, ასევე მათი ზედამხედველობით შესრულდა 2015 წლის ოქტომბერში, როდესაც ფასადის სამუშაო დასრულდა, მოხდა ფასადის შემოწმება გერმანიაში შუკოს ტექნიკურ ბაზაზე. დასკვნის სახით დაიდო, რომ პროექტი ესე ვთქვათ უძლებს ნებისმიერ ესე ვთქვათ სტიქიურ უბედურებას, მათ შორის 9 ბალიან მიწისძვრასაც კი. ანუ ესე ვთქვათ ზღვარი კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა. რაც შეეხება თქვათ ენერგოეფექტურობას, ანუ ენერგოეფექტურობას იწვევს როგორც თვითონ ფასადი, იმიტომ რომ ეს არის თბილი ფასადი. ასევე თქვათ გამოყენებულია მინა, ეს არის Guardian Glass-ი, რომელიც არის ტრიპლექსის ტიპის და ასე ვთქვათ აკავებს ბინაში სითბოს, ანუ გარედან არ უშვებს სიცივეს და ასე ვთქვათ ზაფხულში არ უშვებს სიცხეს. ანუ ბინა ინარჩუნებს თავის ტემპერატურას, რომელსაც ასე ვთქვათ ვაძლევთ ცენტრალური გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის სისტემის საშუალებით. კი ბატონო, და რა იქნება რეალურად, მოდი ასე ვთქვათ, ის უპირატესობა, რასაც ეს კომპლექსი თავაზობს და ინტერესებულ ფიზიკურ რეზიდენტ პირებს, რეალურად შესაბამისად აქ გამოყენებული მასალები, აქ გამოყენებული ხარისხი, რომელიც ერთი შეხედვითაც თვალში საცემია, რეალურად რა კომფორტს, რა დამატებით კომფორტს შეუქმნის უკვე აქ დაინტერესებულ რეზიდენტ პირებს. პირველ რიგში ვახსენებ კომფორტის სახით, იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობ და დენის და წყლის პრობლემა სამწუხაროდ დღემდე გვაქვს. აქედან გამომდინარე პროექტს აქვს უწყვეტი დენის წყარო და უწყვეტი წყლის წყარო. ანუ გენერატორებით არის აღჭურვილი მთლიანი პროექტი და დენის გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად ბინებიც კი გადადის, ესე ვთქვათ, გენერატორით მომარაგებაზე და მაცხოვრებელი ვერ გრძნობს დენის წასვლას. ასევეა წყლის შემთხვევაშიც გვაქვს რეზერვუარი, რომელიც მიაწოდებს გაფილტრულ წყალს და დათვლილია მთლიანი პროექტის, ესე ვთქვათ, დატვირთვის შემთხვევაში 48 საათი შევძლებთ, რომ უწყვეტად მივაწოდოთ წყალი, ანუ ესე ვთქვათ, ავარიის შემთხვევაში. ასევე ვთქვათ, მასალებიდან გამომდინარე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩვენი ლიფტები, რომელიც არის გერმანული ბრენდი კლემანი
კლემანის. 5 წელი თვითონ გერმანული კომპანია კლემანი მოემსახურება ჩვენს ლიფტებს და ანუ ესე ვთქვათ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში თავად ესე ვთქვათ აღმოფხვრენ ამ პრობლემას. მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი ესე ვთქვათ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არის ციფრული და რომელიც არის ესე ვთქვათ ინოვაცია საქართველოს ბაზარზე და მთლიანად პროექტი ასევე იმართება ციფრული ტექნოლოგიებით. ჩვენს პროექტის ესე ვთქვათ twins ვეძახით ესე ხუმრობით არის BMS-ი, ერთიანი სისტემა, რომელიც მართავს მთელ პროექტს. მათ შორის ესე ვთქვათ ლიფტი იქნება ეს, დენით მომარაგება თუ წყლით. ანუ ნებისმიერ პრობლემის შემთხვევაში BMS მიეწოდება სიგნალი, რომ პროექტში პრობლემაა და ის ცდილობს ამის აღმოფხვრას. რა შეეხება ვთქვათ ბრენდებს, ანუ მინდა აუცილებლად აღვნიშნო ეს პროექტი რითი განსხვავდება სხვა პროექტებისგან საქართველოში. ანუ აუცილებლად აღსანიშნავია ლობი, რომელიც ეს გვაქვს მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ლობი, რომელსაც აქვს თავისი ლობი ბარი. ანუ ეს არის სივრცე, სადაც შედიან მხოლოდ მაცხოვრებლები და მათი სტუმრები. ანუ შესაბამისად ეს არის სივრცე, სადაც მაცხოვრებელს შეუძლია რომ მიიღოს თავისი სტუმარი და ვთქვათ მაინც და მაინც არ აიყვანოს სახლში. ლობის მოპირკეთება ხდება, ანუ ასევე არის ბიზნეს ცენტრშიც ანუ ლობი. ლობის მოპირკეთება ხდება მთლიანად იტალიური მასალებით, როგორც ასე ვთქვათ, ავეჯის შემთხვევაში ასევე განათებაც და ვთქვათ იატაკიც. გამოყენებული არის მარაცის და ატლას კონკორდის, ანუ კერამოგრანიტის ფილები, გვაქვს ასე ვთქვათ დირტას და ბიენდთის, ანუ იტალიური ავეჯი და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, რო არ გაწევთ. ანუ მინდა ის ვთქვათ, რომ ნებისმიერი მასალა, რომელიც პროექტში გამოიყენება, არის ხარისხიანი, რადგან ასე ვთქვათ, ამ პროექტს აქვს ასე ვთქვათ, პრეტენზია იყოს უმაღლესი. კი ბატონო, ნუ ყველაფერში ხარისხი შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს და მე ეს არაერთხელ აღვნიშნე. ჩვენი მთელი საუბრის განმავლობაში შეიძლება თქვა, ჩემი თვალი გამიბოდა აი რეალურად იმ ჯილდოსკენ, რომელიც შენგან ხელმარცხნივ დევს. კომპლექსმა აღსანიშნავია, რომ უკვე მოასწრო საერთაშორისო აღიარება. მოდი გითხარი, ვისი ჯილდოა ეს და კონკრეტულად რა მიმართულებით დაიმსახურა ეს პრიზი King David-ის რეზიდენციაში? კარგი რომ აღნიშნე, რომ უკვე მოვასწარეთ, იმიტომ რომ რეალურად არ უგეგმავდით მშენებლობის დასრულებამდე და ძალიან უცნაური ფაქტი იყო, რომ წინა წლის ზაფხულში ოფისში გაისმა ზარი, გითხრეს, რომ გვიკავშირდებოდნენ International Property Awards-დან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი უძრავი ქონების სექტორში და გთხოვეს, ესე ვთქვათ, მონაწილეობა მიგვეღო კონკურსში. მომზადეთ ისეთი საკმაოდ ვრცელი პრეზენტაცია და ესე ვთქვათ, ამასაც ხაზს უსვამ ხოლმე, იმიტომ რომ პრეზენტაციის დროს აგზავნი მშენებლობის ნებართვასაც კი. ანუ ნებისმიერ დეტალს, რაც კი ესე ვთქვათ, პროექტს შეეხება და მხოლოდ თუ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ამ შემთხვევაში შეგიძლია რომ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ მივიღეთ ევროპის განხრით, ანუ European Property Awards არის, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, ოქტომბერში. და ესე ვთქვათ 70 წევრი არის ჟიურის, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე არქიტექტორები არიან, ესე ვთქვათ სხვადასხვა პიროვნებები, ანუ რომელთა გადაწყვეტილებიც King David-მა მიიღო უმაღლესი შეფასება, 5 ვარსკვლავიანი შეფასება და დავსახელდით როგორც საუკეთესო მრავალფუნქციური კომპლექსი საქართველოში. ანუ რატო აღვნიშნე ვთქვათ 5 ვარსკვლავიანს, იმიტომ რომ წარდგენის შემთხვევაში შეგიძლია გაიმარჯვა ორ კატეგორიაში. ანუ იყო highly commented, ანუ როდესაც ვთქვათ კონკურსი გიწევს რეკომენდაციას, რომ კი, კარგი პროექტია და ვთქვათ იშვიათ შემთხვევაში ხდება 5 ვარსკვლავის მინიჭება, როდესაც პროექტი ესე ვთქვათ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს და ძალიან გვეამაყება, რომ ესე ვთქვათ პირველი მცდელობა იყო კონკურსზე გასვლის და პირველი მცდელობა ესე ვთქვათ ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა. მაშასე ის გადამჩნია გისურვოთ წარმატებები და ვარსკვლავთ წვენა, რაც მთავარია, წარმატებები King David-ის რეზიდენციას და გისურვებთ ხარისხობრივი ტრენდის შენიშნება. ძალიან დიდი მადლობა.